გამარჯობა იმერვიზის ეთერშია ინფორმატორი დღეს პარასკევია და ინფორმატორის გუნდთან ერთად სტუდიაში ინგა ჯაჯანიძე მუშაობს. Როგორ მიმდინარეობს C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა ჭიათურაში, როგორია სტატისტიკა და დეტალები. მიმდინარე წლის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტის სრული დაძლევაა. პროგრამაში ჩართვა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, ვისაც ეს დაავადება აქვს. Როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონულ განყოფილებაში ამბობენ, პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის ინფორმირებულობას, მათთვის სამედიცინო კვლევების ჩატარებას და საჭიროებისამებრ მკურნალობას გულისხმობს. დასაწყისისთვის მკურნალობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებისთვის ხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს C ჰეპატიტის კვლევის პირველი ეტაპი. ამჟამად გამოკვეთილი არის დარეგისტრირებული 3 პროვაიდერი. ესენი არიან HEPA, შიცისა და იმუნოლოგიის ცენტრი და ნეომედი. მოქალაქეებს აღნიშნული დაავადებით შეუძლიათ მიმართონ აღნიშნულ ცენტრს, სადაც მოხდება მათი კვლევა და სიმძიმიდან გამომდინარე მოხდება მათი რიგის ნომრით განთავსება. მაგალითად ადამიანს, ოდესაც აქვს მძიმე ფორმებში, ისინი პირველ რიგში მოხდება მათზე პრეპარატის გაცემა. კვლევასაც შეეხება. კვლევა ხორციელდება აღნიშნულ პროვაიდერებში 30% ჩვეულებრივ მოქალაქეს 30% არის დაფინანსებული სახელმწიფოდან, დანარჩენი 70%-ს აფინანსებს ადგილობრივი 70%-ის ნახევარს, ანუ 50%-ს აფინანსებს მუნიციპალიტეტები, თუ სოციალურად დაუცველია 70%-ს აფინანსებს სახელმწიფო და დანარჩენს აფინანსებს, დანარჩენ 30%-ს 50%-ს აფინანსებს მუნიციპალიტეტები. ანუ მაგალითად რო ვთქვათ, თუ ვთქვათ კვლევა ხდება დაახლოებით 1000 ლარი, 1000 ლარიდან სოციალურად დაუცველს 700 ლარს დაუფინანსებს სახელმწიფო, დანარჩენ 300 ლარიდან 150 ლარს დაუფინანსებს მუნიციპალიტეტი. სოციალურად დაუცველ მოქალაქეს მოუწევს 150 ლარის ფარგლებში გადახდა თუ 1000 ლარი ჯდება. შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, 500 ლარამდე ჯდებოდეს და შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს 200-300 ლარის ფარგლებში. პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივ, რაიმე ზედმეტი ან გართულება ან ჩივილსახით არაფერი არ დაფიქსირებულა ჯერჯერობით გასაშლელია პროგრამა. ამჟამად პირველი ეტაპისათვის HEPA, ნეომედი და შიცისა და იმუნოლოგიის ცენტრი არის განთავსებული თბილისში, მაგრამ იგეგმება რეგიონების მიხედვით, იმერეთის რეგიონში ქუთაისი მომემსახურება და გამოვაცხადებთ მისამართებს, როგორც კი იქნება პროვაიდერი და სხვადასხვა რეგიონში დიდ ქალაქების მიხედვით იქნება ყველგან. ანუ მოქალაქეს აღარ მოუწევს თბილისში წასვლა, უკვე მოხდება რეგიონულ დონეზე ამის დასრულება, ამ კვლევის ჩატარება. პროგრამის მიხედვით მკურნალობის ხარჯები სოციალურად დაუცველ პაციენტებზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან 70%-ით ფინანსდება, ხოლო დარჩენილი თანხის 50%-ს მუნიციპალიტეტი აფინანსებს. დაფინანსება ვრცელდება როგორც სოციალურად დაუცველ პაციენტებზე, ასევე მათზეც, ვისაც ეს სტატუსი არ აქვს. გივი მოდებაძის თქმით, ჭიათურაში მომართვიანობა ამ დროისთვის არც ისე დიდია. პროექტის ეფექტურობა კი სავარაუდოდ სექტემბრის თვიდან გამოვლინდება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ჭიათურაში 9 აპრილისა და ბათუმის ქუჩებზე რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსში აღდგენილი ლიფტები დაათვალიერეს. ლიფტების აღდგენა თანა დაფინანსებით ხდება. თანხის 90%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი იხდის, ხოლო 10%-ს მოსახლეობა. 9 აპრილისა და ბათუმის ქუჩებზე მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებში კიდევ 4 ლიფტი აღდგა. ტენდერი სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა. 9 აპრილის ქუჩაზე 3 ლიფტი, 1 ბათუმის ქუჩაზე და დღეს ტენდერიც უკვე შედგა, იგივე კომპანიამ გაიმარჯვა, ეს არის Tech Service Plus-ი, თბილისის კომპანია არის და ჩვენ კმაყოფილები ვართ მუნიციპალიტეტი ამათ შესრულებული სამუშაოთი, ფაქტიურად ხარვეზები არ ქონიათ, ექსპერტიზა ჩვენ არ ქონია ჩადებული სატენდერო პირობებში ლიფტების, ამის ექსპერტიზა არის ის, რომ ლიფტმა უნდა იმუშაოს პირობები, ტექნიკური მხარე უნდა იყოს გამართული, ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული შემსრულებელთან 1 წლის განმავლობაში უნდა მოგვემსახუროს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ШპС Tech Service Plus-ი აწარმოებს. წლევანდელ ტენდერებში ჩადებული არის მართვის ფარი ახალი ტიპის თანამედროვე თურქული წარმოების, ესე იგი ელექტრონიკა არის, ძირითადად ელექტრონული სისტემა არის, რომელიც გამორიცხავს ბევრ ნაწილებს, რომელიც ძველ საბჭოთა ლიფტებში აყენია და
მუშაობს უფრო გამართულად და უფრო კარგად. რაც შეეხება ტენდერის აფასურებს, პირველი ტენდერი იყო 30,000-ით მოგებული, მეორე 52-ით და მესამე 42-ით. თანადაფინანსების პრინციპით წელს ჭიათურაში სულ 7 ლიფტი განახლდა. ცოტა გადავიხადეთ, ნაწილი მთავრობამ დააფინანსა და ასე გამოვიდა რაღაც ასე რომ ვთქვათ. თანხა სართულების მიხედვით დავდებით, აი მე ვცხოვრობ მე7-ს დავდებით 70 ლარი, მე6 სართულმა 60, მე5-ე 50 და ასე შემდეგ. რა ვიცი, მაყოფილი ვიყავთ. მე7 სართულზე ვცხოვრობ, ვყავს 2 შვილი და ძალიან მჭირდებოდა და ვარ ძალიან კმაყოფილები, აღარ გვიწევს ფეხით სიარული და აგრეთვე ტვირთის ამოტანა ხელით, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობას. Proșeul ძიძიგობს. Პოლი სუყაყალოს ზის. ისარვარგია სახურავია თუ კერიორვარგია. მე ვცხოვრობ მე7 სართულზე და ძალიან აუცილებელი იყო უკვე ასაკში რაც შევდივართ აღარ შეგვიძლია კიბეებზე სიარული ჩასვლა ადვილი ამოსვლა ძნელი და რა ვიცი ჩვენ ძალიან დიდი მადლობელი ვართ რომ ასე სწრაფად და კარგად გააკეთეს და უკვე მუშაობს და დავდივართ. გვიჭირდა ტვირთით ამოზიდვა ხალხ მოსახლეობას ძალიან და რა ვიცი ძალიან დიდი შეღავათი არის ლიფტი ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობლები ვართ ყურადღებისთვის. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შესრულებული სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა კომისიის წევრებმა დაათვალიერეს. რაც თვითონ ხართ-აღრიცხვის და პროექტით იყო გათვალისწინებული, ყველა დეტალურად გავიარეთ და რაც ევალა თვითონ პროექტის მიხედვით მშენებელს, ყველა გაკეთებული აქვს სრულყოფილად. ჩვენ ახლა დღეს 4 ლიფტი მივიღეთ, 3 კვირის უკან იაშვილის ქუჩაზე მივიღეთ კიდევ 3 ლიფტი და კიდევ გვაქვს დაგეგმილი უკვე მუშაობს თვითონ ეს გამარჯვებული ტენდერში და მივიღებთ რამოდენიმე ლიფტს. შპს ტექ სერვის პლუსი ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვებიდან მის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი კიდევ 1 წელი იქნება, ხოლო ვინ და რა პირობებით მოულის ლიფტს 1 წლის შემდეგ მოსახლეობისთვის უცნობია. გარანტიები ხელშეკრულებაში მე მაქვს ჩადებული გამგეობის მხრიდან გარანტია 1 წელია. გარანტია თუ მოხდა რამე დაზიანება, ან თქვათ ნაწილის ბრალი იქნება, ან რაღაცა ბრაკია ნაწილი და შესაძლებელი გახდა, მაგას მე ჩემი ხარჯებით შევცვლი და თუ რაღაცა განზრახ დააზიანეს, გააფუჭეს და ან არასწორი მოვლის გამო დაზიანდა, მე იმაზე პასუხს არ ვაგებ. ეგ არ ვიცი არაფერი, ვინ უნდა უხელმძღვანელოს, რო გაფუჭდეს რა უნდა, არაფერი არ ვიცით მასეთი. ხო არ და მე თვითონ არ დავლაპარაკები, არ მინახია, კი მუშაობდნენ, ღედაღამე გასწორებული ხონდათ და მალე კი ჩაგვაბარეს და გვიხარია რომ გაკეთებულია. რა იცით, ვინ უნდა მოუაროს ამ ლიფტებს? პირველ რიგში ალბათ ჩვენ მოსახლეობამ და მე რა თუ რამე ისეთი გაფუჭდა დაგვეხმარებიან ალბათ ზემდგომი ორგანოებიც. ძალიან დიდი მადლობლები ვართ რომ აღვადგინეთ ეს ლიფტი. არა იცით, ვინ უნდა მოუაროს ამ ლიფტებს? არ ვიცი, ვინ მოულის არ ვიცი. 1 წლის შემდეგ ლიფტები ამხანაგობის დაქვემდებარებაში გადადის და მასზე პასუხისმგებელი უკვე ამხანაგობის მიერ დაქირავებული პირი ხდება. საერთოდ ეს ლიფტები არის ამხანაგობების, ანუ ხალხის, ვინც აქ ცხოვრობს. მათ უნდა გამოიჩინონ ალბათ ზრუნვა ამ ლიფტებზე და მოუარონ და უნდა ყავდეთ მომსახურე პერსონალი, ასე ვთქვათ. წოდნენ ლიფტიორი, ვინც დაზიანების შემთხვევაში მოვა და გამართავს. აქ მარტო დაზიანების დროს არ ჭირდება კაცი, აქ უნდა პერიოდულად შემოწმება ზეთის ასე ვთქვათ, ჩამატება, იქ დაზეთვა რაღაც ნაწილების, კარებების რეგულირება ჭირდება. ეს ყველაფერი მუდმივი სამუშაოა, იმიტომ რომ მოძრავი მექანიზმია და ამის ესე მიტოვება არ შეიძლება. მე კი გავაკეთე და ჩემ გაკეთებულ ნაწილებზე პასუხს ვაგებ, მაგრამ ამას უნდა მიმდინარე კიდე. შეუძლიათ ამხანაგობებს ხელშეკრულება გაუფორმონ სპეციალისტს ამ ლიფტების კუთხით, ვინც არის და ის ანალოგიურად როგორც სხვა ლიფტებს მოემსახურება ამათაც და გაუწევს იმ მომსახურებას, რაც საჭიროა ეს ამ ლიფტების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის. ლიფტების აღდგენა უკვე დასრულდა იაშვილის ქუჩაზე, ხოლო ისევ გრძელდება 9 აპრილისა და ბარათაშვილის ქუჩებზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსებში. სამუშაოები აქაც თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. თანხის 90% ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს, 10% კი მოსახლეობა.
კანონში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ ცვლილებები იგეგმება შესაბამისი განკარგულება სამთავრობო დონეზე უკვე გაიცა, თუმცა კანონპროექტს გარემოს დამცველი ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. დგება თუ არა რისკის ქვეშ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სისტემა დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ეს ფიზიკის ინსტიტუტია, რომლის დაქვემდებარებაში რადიოაქტიული ნარჩენების ცენტრალიზებული შესანახია. იქ ის რადიოაქტიული ნარჩენები ინახება, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან საქართველოში დარჩა. სახიფათო ნივთიერებებზე ზრუნვისთვის არჩევანი ფიზიკის ინსტიტუტზე რამდენიმე მიზეზის გამო გაკეთდა. ამერიკელების კურირებით ეს შეგროვილი წყაროები სადღაც უნდა შენახულიყო და ჩაითვალა, რომ ყველაზე კარგად და უსაფრთხოდ ეს იქნებოდა შენახული ჩვენთან, რადგან ჩვენ ყავდა კადრებიც შესაბამისი და რაღაც ადგილიც გაგვაჩნდა. წლების წინ დაკისრებული პასუხისმგებლობისგან ინსტიტუტი შესაძლოა სულ მალე გათავისუფლდეს. 2015 წლის 13 მარტის მთავრობის დადგენილებით გარემოს დაცვის სამინისტროს დაევალა წარედგინა პროექტი, რომელიც ქვეყანაში რადიოაქტიული ნივთიერებების მართვის მოწესრიგებას უზრუნველყოფდა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, პასუხისმგებელი იქნება ლიცენზიების გაცემაზე და ინსპექტირებაზე იმ ობიექტებისა, მათ შორის ნარჩენების მფლობელების მმართველი იმ ობიექტებისა, რომლებიც მის დაქვემდებარებაში არ იქნება, ხოლო რაც შეეხება დეპარტამენტს, რომელიც სააგენტოს დაექვემდებარება, სააგენტოს სისტემაში შევა იქნება უშუალოდ ანგარიშვალდებული გარემოს დაცვის მინისტრის მიერ, იქნება უშუალოდ გარემოს დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მისი ხელმძღვანელი და ეს სამარხი და საცავი მოქმედი კანონმდებლობით ექვემდებარება გარემოს ზემოქმედების ნებართვას და არასოდეს არ აუღიათ და ექვემდებარება გარემოს ზემოქმედების ნებართვის აღებას და იგი გაკონტროლდება ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, რომლის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. სურთ, რომ ეს ყველაფერი ერთ უწყებაში მოაქციონ, ანუ ვინც გასცემს ლიცენზიას, ვინც აკონტროლებს, მანვე გააკეთოს ოპერირება, რაც ყოველდღე დამშვებელია და ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასე ვთქვათ რატიფიცირებულ ხელშეკრულებას, რომელიც არის რადიაციულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში, ეს ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულებას. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი საერთაშორისო ვალდებულებებს და მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას არ ეწინააღმდეგება. კონვენცია ამბობს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოება უნდა უზრუნველყონ, რომ მაქსიმალურად იყოს გაყოფილი ოპერატორისა და მაკონტროლებელის ფუნქციები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ მოდელის მიხედვით, იმ სქემის მიხედვით, რომელიც მე თქვენ ახლა მოგახსენეთ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და იგი ვალდებული იქნება გააკონტროლოს ის ლიცენზიანტები, რომლებიც ნარჩენების მართვის სფეროში დღესაც მოქმედებენ და მომავალშიც მოქმედებენ, ხოლო რაც შეეხება საცავსა და სამარხს, საცავი და სამარხი იქნება ექვემდებარება დღესაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვას და ეს აბსოლუტურად სხვა ჭრილში და სხვა მაკონტროლებლის მიერ იქნება გაკონტროლებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ფარგლებში. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სისტემა რისკის ქვეშ არ დადგება, რადგან ყველა რადიაციული წყარო აღწერილია, თუმცა დასძენენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკა სხვა მაგალითებს გვიჩვენებს. ფიზიკური საფრთხე აქ არაფერი არ არის. იმიტომ რომ ისინი ეს წყაროები საკმაოდ კარგად არის დაცული და ეს საზოგადოების რაღაც ნაწილს აწუხებს ის, რომ მარეგულირებელი ანუ შემოწმებელი და შესამოწმებელი ერთი და იგივე უნდა სხვადასხვა ჭერქვეშ იყვნენ. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის ცალკე სააგენტო ნარჩენების მართვის, რომელიც როგორც წესი არ შედის მარეგულირებელში. გარემოს დაცვის უწყებაში ამბობენ, რომ კანონპროექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციებით შემუშავდა და ახლა შეფასებას ევროკავშირის ექსპერტებისგან ელოდებიან. უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტი მიმდინარე წლის განმავლობაში დაიხვეწება და მასში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი დასრულდა. ევროკავშირის დაფინანსებით საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი სტრატეგიული მენეჯმენტის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, მაღალი ხარისხის ტრენინგ პროგრამების დანერგვას და პროფესიული კარიერის გაძლიერებას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი დასრულდა. ევროკავშირის დაფინანსებით საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი სტრატეგიული მენეჯმენტის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, მაღალი ხარისხის ტრენინგ პროგრამების დანერგვასა და პროფესიული კარიერის გაძლიერებას ითვალისწინებს. ჩვენ წლინახევრის განმავლობაში ჩვენს ფინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად მუშაობდით იმისათვის, რათა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობები გაგვევითარებინა, მიგვიახლოვებინა იმ სტანდარტებისათვის, რომელთაც ევროკავშირი მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით, ნაბიჯი წინ, ნაბიჯი ევროპისაკენ. პროექტის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის 2015-2020 წლების სტრატეგიად შემუშავდა. აკადემიის რექტორის თქმით, სასწავლებელი ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული უნარების გამტკიცებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია აკადემიის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს განსაზღვროს ზუსტად აკადემიის სტრატეგიული მიმართულებები თუ რას ემსახურება ის და როგორც მოხსენებად აკადემიის მთავარი მიზანი არის საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტს შესავაწოს საუკეთესო ხარისხის მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები. სტრატეგიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მრჩეველიც. ანტიკანტუნენის თქმით, აღნიშნული პროგრამა საქართველოს რეგიონების ჩართულობასაც გულისხმობს. თუმცა მიაჩნია, რომ საჯარო უწყებების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის ხელისუფლების უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით ამ პროექტის იმპლემენტაციას. ძალიან რთული იქნება ყველაფრის დაწვრილებით ახსნა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემიისთვის სტრატეგია შევიმუშავეთ. აკადემიაში სწავლების ახალი პლატფორმა დავნერგეთ და განახლებული სასწავლო პროგრამები დავიწყეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლებებიც დავგეგმეთ, რათა საქართველოს რეგიონების მოსახლეობას პროგრამაში მონაწილეობისთვის დედაქალაქში ჩამოსვლა არ მოუწიოთ. ეს კი გაადვილებს და დაზოგავს როგორც თანხებს, ასევე დროს. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა თვინინგი ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტს წარმოადგენს და ევროკავშირის წევრ და მის მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამა 1998 წელს დაიწყო. საქართველოში ამ პროგრამაში ფინანსთა აკადემიის შემდეგ შემოსავლების სამსახური და სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთო. რუბრიკით ჩვენ თქვენთვის ვადგენთ სიმართლეს ნახეთ ფაქტ მეტრის მიერ მომზადებული რეპორტაჟი. აქედან თურქეთში პამიდორი რო გაიტანო 300% გაქვს ბაჟი და იქიდან რო შემოდის პამიდორი, იცით რამდენია ბაჟი? 0. ფაქტმეტრის დასკვნით ლევან ვასაძის ეს განცხადება არის ტყუილი. საქართველოს დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც მოიცავს გამარტივებულ საგარეო სავაჭრო რეჟიმს და საბაჟო პროცედურებს, ასევე დაბალ საიმპორტო ტარიფს. საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს. შეთანხმება ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობასა და იმპორტზე დაწესებულ საბაჟო გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ყველა ტიპის პროდუქტზე არ ვრცელდება. ეკონომიკურ თეორიაში მიჩნეულია და უკვე მრავალჯერ პრაქტიკამაც დასტურა, რომ ყოველთვის უკეთესია ქვეყანას ჰქონდეს, რაც შეიძლება ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, ანუ ეგრეთ წოდებული თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკა. ამ შემთხვევაში ქვეყანა მოგებული რჩება, რადგან იმპორტირებულ პროდუქტს ყიდულობს იაფად, მისი ექსპორტი უფრო მეტად იყიდება საზღვარგარეთ, საერთო ჯამში ვიღებთ სიტუაციას, რომ მომხმარებლების და მწარმოებლების ჩვენი ქვეყნის გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, ვიდრე თქვათ ვაჭრობა გვექნებოდა მაღალი ტარიფების ან კვოტების ან ვაჭრობის სხვა შეზღუდავი ნორმების პირობებში. საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებულ პომიდორს ნოემბრიდან მაისის ჩათვლით საბაჟო გადასახადი აქვს 0%. ხოლო რაც შეეხება იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი მოსავალი მოდის, საბაჟო გადასახადი თურქულ პომიდორს 12% ეკისრება. თურქეთში ექსპორტისას პომიდორის საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. თუმცა თურქეთს ქართული პომიდორის იმპორტზე დაწესებული აქვს კვოტა 600 ტონის მოცულობით. ჩვენ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში საქართველოსა და თურქეთს შორის განხორციელებული პომიდორის ექსპორტ-იმპორტი შევისწავლეთ. იმპორტირებული პომიდორის ძირითადი ნაწილი საქართველოში თურქეთიდან შემოდის. საქართველოში თურქეთიდან 2012 წელს 10000 ტონა, 2013 წელს 14000 ტონა, ხოლო 2014 წელს 19000 ტონა პომიდორი შემოვიდა. ამ პერიოდში საქართველოსთან თურქეთის მიმართულებით პომიდორის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. როგორც ვნახეთ, თურქეთიდან საქართველოში პომიდორის იმპორტის საბაჟო გადასახადი 7 თვის განმავლობაში 0%-ია, ხოლო დანარჩენ პერიოდში თურქული პომიდორის იმპორტი 12%-ით იბეგრება. საქართველოსთან პომიდორის თურქეთში ექსპორტისას საბაჟო გადასახადი არათუ 300%, არამედ 0%-ის ტოლია.
ჩვენ შემდეგ სიუჟეტში ჭიათურელი მოჭადრაკეებისა და მათი ოსტატის შესახებ გიამბობთ. როგორც პატარა მოჭადრაკეები ამბობენ, მათ წარმატებას ბევრი შრომა, ფიქრი და მეცადინეობა განსაზღვრავს. ეს ახალგაზრდა მოჭადრაკე 8 წლის ნიკოლოზ ბრეგვაძეა. ის 6 წლის იყო ჭადრაკის წრეზე რომ შევიდა. ჭადრაკში შესვლა იმიტომ მინდოდა რომ წარგე ბაბუა მასწავლა და ძალიან დავინტერესდი. მე პეტრე მასწავლებელთან დავდივარ სახლში და ვარჯიში ვქონდე და ჩემს ვეთამაშები ხან ბაბუას. სანამ სვლას გააკეთებს, ბევრს ფიქრობს. სწორედ ფიქრისა და ბევრი ვარჯიშის შედეგია ის, რომ ნიკოლოზი მრავალი ტურნირის გამარჯვებულია. მაისის თვეში ლევან შუბიტიძის სახელობის ტურნირზე და იმერეთის ფესტივალზე მან პირველი და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. აი ჭადრაკი ძალიან მიყვარს. დასაბიქრებელიც არის, ტვინის სააზროვნოც არის. ტურნირებში მონაწილეობა და გამარჯვებები უცხო არაა სხვა მოჭადრაკეებისთვისაც. ჭადრაკზე დავდივარ უკვე 2 წელია. ჭადრაკის თამაში ხელს უწყობს ანუ ადამიანებისათვის გონების განვითარებას, განსაკუთრებით მათემატიკაში და ესეც საგნებში. დავდივართ ხოლმე ტურნირებზე, რამოდენიმე ტურნირში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვიგებთ ხოლმე. ჭიათურის 27 სპორტული სკოლის ბაზაზე არსებული ჭადრაკის წრეზე 14 ბავშვი დადის. მათ პეტრე ჯაჯანიძე ავარჯიშებს. მესამე წელი არის ახლა ჩვენთან ეს ჭადრაკის 27 სკოლაში ჩამოყალიბდა ეს საჭადრაკო სექცია, ასე ვთქვათ. ერთი ოსტატობის კანდიდატი გახდა. 3 პირველთან რიგოსანი გახდა. რომელმაც დაამთავრეს ინსტიტუტი და ისა რა ქვია სკოლა დაამთავრეს და ინსტიტუტში არიან და მე 5 წლამდე ბავშვები წამყავს. სკოლაში რომელიც არ დადიან. 4 ბავშვი ყავს ასეთი მე და 7 წლამდე შეჯიბრებაზე მონაწილე ახლა ნიკოლოზი ნანა ალექსანდრიას სახელობის ტურნირისთვის ემზადება, რომელიც ივლისის თვეში ფოთში გაიმართება. დაიწყო ლევან შუბიტიძის სახელობის ტურნირი. ფეხბურთში ტურნირი ტრადიციულია და ის ყოველწლიურად 27 სპორტული სკოლის ორგანიზებით იმართება. ჭიათურაში ლევან შუბიტიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში ჭიათურის საჯარო სკოლების ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას. წელს ტურნირში 18 გუნდი მონაწილეობს. გამოვლინდა პირველი ნახევარფინალისტი. ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის ნაკრებმა გუნდმა ხვაციხის საჯარო სკოლის გუნდის 3-0 დაამარცხა. ლევან შუბიტიძის სახელობის ტურნირი 19 მაისს დაიწყო და 4 ივნის დასრულდება. დღეს გაიმართა 1/4 ფინალური შეხვედრა. პირველი საჯარო სკოლის გუნდმა დაამარცხა ხვაციხის გუნდი. 3-0 მოიპოვა ნახევარფინალის საგზური და ფინალური შეხვედრა ალბათ გაიმართება 4 ივნის იაშვილის ქუჩის ხელოვნურ საფარიან მოედანზე. საჩხერეში 2 ფოლკლორული ანსამბლის ერთობლივი კონცერტი გაიმართა. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. დამოუკიდებლობის დღე და ამავდროულად ქართველი საზოგადო მოღვაწის მუსიკათმცოდნის საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე აღნიშნა საჩხერის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლამ. საღამო 2 ფოლკლორული ანსამბლის სამუსიკო სკოლაში არსებული ანსამბლი ჩანამღერის და თბილისიდან მოწვეული ანსამბლი ლიბუს დამეგობრებას გულისხმობდა და ღონისძიებაც მხოლოდ მათი მონაწილეობით შედგა. კონცერტი ღია ცის ქვეშ მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში უნდა შემდგარიყო, თუმცა უამინდობის გამო საჩხერის კინოს სახლში გაიმართა. დღევანდელი დღე გვინდოდა ერთად აღვენიშნა ეს დღე არის დამოუკიდებლობის დღე, არის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დაბადების დღეც. თვითონ კოსტავასთან ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებდა ყოფილ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან უშუალოდ ჰქონდა დამოკიდებულება. და ყოველ წელიწადს ვღნიშნავთ ხოლმე ჩვენ შეძლების დაგვარად. წელს ახლა გვინდოდა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში ღიაცის ქვეშ, მაგრამ ამით არ დაგვაცალათ, შემოვედით კინოს სახლში. თბილისიდან ანსამბლი ლიბუს მოწვევა სამუსიკო სკოლის პედაგოგის დიტო კაპანაძის ინიციატივა იყო. ანსამბლი ლიბუს ხელმძღვანელი ფოლკლორული ანსამბლი დები გოგოჭურების სოლისტი თამარ გოგოჭურია. მათი რეპერტუარი ძირითადად მთის ფოლკლორია. ანსამბლი წელიწადნახევარია არსებობს და ამ დროის განმავლობაში არაერთი წარმატება ხვდა წილად. მე და ანსამბლ ჩანამღერის ხელმძღვანელი დიტო კარგახანია მეგობრობთ. სულ რამოდენიმე თვის წინ გავიგეთ თურმე რომ ყავს ორივეს ანსამბლები, ხალხური ანსამბლი, რომელიც მისდევს ხალხურ ფოლკლორს და გადავწყვიტეთ რომ თუ მე მექნებოდა რაიმე ისეთი ფესტივალი, ჩამოსულიყო ჩანამღერი, თუ ექნებოდა დიტოს რაიმე ისეთი დაგეგმილი ფესტივალი, ჩამოსულიყო ლიბუაკ. მაგრამ ესე მოხდა რომ დიტომ მოიწვია ანსამბლი ლიბუაკ საჩხერეში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ თვითონ საჩხერელობის სტუმართმასპინძლობით, პირველად ვარ, პირველად არის ლიბუ საჩხერეში და ბედნიერი ვარ რომ ჩვენი დამეგობრები
მეგობრობა სამომავლოდაც გაგრძელდება. არაჩვეულებრივი საღამო იყო, ძალიან კარგად წარსდგა ანსამბლი ჩანამღერი, იმის და მიუხედავად რომ სულ რამოდენიმე ხანია რაც შეიკრიბნენ, ლიბუც ფიქრობ რომ მოეწონა აქაურ მსმენელს, რადგან ჩვენ ძირითადად მთის ფოლკლორს ვასრულებთ. რაც შეეხება მასპინძელ ანსამბლს ჩანამღერი, ის თიტო კაპანაძის ხელმძღვანელობით უკვე 5 თვეა არსებობს. მოკლე დროის მიუხედავად ანსამბლი სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობდა და წარმატებითაც. ბოლოს ის საერთაშორისო კონკურს მომავლის ვარსკვლავებში მონაწილეობდა და მის თითოეულ წევრს ლაურეატის წოდება მიენიჭა. ჩვენი ანსამბლი არის მუსიკალური სკოლის ანსამბლი, რომლებიც ჩამოყალიბდა სადღაც 4-5 თვეა და ჩვენ მომზადებული ჰქონდა რამდენიმე ნომერი და ამ დღისთვის რამდენიმე თვით ადრე მოვემზადეთ და ჩემი მეგობარი თამარ გოგოჭური, რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა უნივერსიტეტში თეატრალურში, მოვიწვიე ჩემი ინიციატივით. საღამოზე მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა. ჭეშმარიტად დიდი დღესასწაულია, რამე თუ წლების წინ და საუკუნეების წინ დაკარგული დამოუკიდებლობა საქართველოს დღევანდელ დღეს აღიდგინა და ეს ალბათ კი არა მთელი საქართველოს და ყველა ქართველის უდიდესი საზეიმო დღეა და მივესალმები ამ დღესასწაულს. რაც შეეხება დღევანდელ კონცერტს, ეს გამოძახილია დღევანდელი ზეიმის და ახალგაზრდობა ზეიმობს, მასთან ერთად ჩვენ ზეიმობს და მისასალმებელია რომ ესეთი ლამაზი დღე, ლამაზი კონცერტით თავდება. ეს კონცერტი ძალიან მომწონს, ძალიან კარგად წარიმართა ეს ყველაფერი. საჩხერის მუსიკალურ სცენიდან გამართულ სხვადასხვა სიმღერებს ვესწრებოდი და ეხლაც ვესწრები ხოლმე, ძალიან მომწონს საერთოდ. სკოლის დირექტორის თქმით, ანსამბლ ლიბუსთან თანამშრომლობა საჩხერის სამუსიკო სკოლა მომავალშიც გააგრძელებს. საღამოს მხარდამჭერი მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო იყო. ამ კონცერტით დასრულდა საჩხერეში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. და გამოშვების ბოლოს გთავაზობთ ვიდეო კოლაჟს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. მე კი აქვე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ზუსტად 97 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. თუმცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა მაცნეს, არსებობა 3 წლის თავზე საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ 1991 წელს 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე შეძლო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებები გაიმართა ჭიათურაში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალები და 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ. ბრძოლა კვლავ გრძელდება, შრომა კვლავ გრძელდება, ქვეყანას აღორძინება ჭირდება, ქვეყანას ფეხზე დადგომა ჭირდება, მტერი არ გამქრალა, მაგრამ ჯერა იმისა, რომ თითეული საქართველოს მოქალაქე, როგორც ჯერ არის იქნება ქვეყნისა დარაჯოზე. ჩვენი მუნიციპალიტეტი ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ 300-მდე ვეტერანს ითვლის, მათ შორის 29 სამწუხაროდ გარდაცვლილია. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებულია როგორც ვეტერანებზე, ასევე გარდაცვლილთა ოჯახებზე ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, რომელიც გადავეცით ვეტერანებს. ყველას ვილოცავ დღევანდელ დღეს და ვისურვებ, რომ სულ მალე ერთიან გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს. მე მინდა სრულად საქართველოს მიულოცო ეს ბრწყინვალე დღე, უსურო თავისუფალ და მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს. მათ მოგვიანებით 1924 წელს ეროვნული აჯანყების მსხვერპლი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სულხან მახათაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამ მემორიალის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მას საქართველოში ანალოგი არ აქვს. ჩვენ ისტორიულად ყოველთვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, ჩვენი თვითყოფადობის გადარჩენისთვის ყოველთვის ვიბრძოდით, მაგრამ ეს ბრძოლა ხანდახან კრახით სრულდებოდა. მინდა ზოგადად სონა მივაგოთ ყველა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ზვარაკად თავი შესწირა. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ არ არის მარტო დამოუკიდებლობის მოპოვება, საქართველოს არაერთხელ მოიპოვა დამოუკიდებლობა და დაკარგა, მაგრამ ის შენარჩუნებას უფრო მეტი ძალისხმევა და შრომა ჭირდება. დღეს ძალიან
მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, მე მინდა სრულად საქართველოს მიულოცო ეს ბრწყინვალე დღე, უსურო თავისუფალ და მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს. პირადად მონაწილე ვარ ცხინვალის ომის სამაჩაბლოს ომის მონაწილე ვარ და იქ ყველაფერი ნამდვილი ომი რაც იყო, გადავიტანეთ გასატანი, ბევრი დაგვეღობა და ვინც შევდიოდეთ იქ არავინ არ ფიქრობთ თუ სოციალური გამოვიდეთ უკან. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი წვლილი შევიტანე იმ ბრძოლებში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისევ ჩვენი იურისდიქცია და იურისდიქცია არ მოქმედებს ცხინვალის რეგიონზე, მაგრამ მოვადრო მე მაგის წმენა მაქვს. 26 მაისი აღნიშნეს ჭიათურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მათი ნახატების გამოფენა კულტურის სახლის წინ მოეწყო. 26 მაისი ის დღეა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ამისათვის ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, იმიტომ რომ ჩვენ გვქონოდა საკუთარი ენა. ეს არის ჩემი ნახატი, რომელზედაც ასახულია დამოუკიდებლობის დღისათვის მიძღვნილი ნამუშევარი. როგორც ხედავთ, ამ ნახატში ასახულია, როდესაც უკვე დაბრუნებულია ჯარისკაცი ომიდან, რის შედეგადაც მან დაკარგა ფეხი, მისი ცოლი გახარებულია, რომ დაბრუნდა, მაგრამ ნაწყენია იმაზეც ასევე, რომ ფეხი აქვს მოჭრილი, ასე ვთქვათ. ამ დღეს საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, გახდა დემოკრატიული სახელმწიფო, აირჩიეს დემოკრატიულად მისი მმართველი. მართალია შემდეგ დაუკარგეთ ისევ დამოუკიდებლობა, მაგრამ წლების შემდეგ ისევ მოვიპოვეთ და ვფიქრობ, რომ თითოეული ქართველისათვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ჭიათურა საჩხერის მწერალთა გაერთიანებამ 26 მაისი თემატური საღამოთი აღნიშნა და მარიკა ბარათაშვილის წიგნიდან 100 წლის გადმოსახედიდან წაიკითხეს ნაწყვეტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მოგვიანებით მოსწავლეებმა ასფალტზე ხატვა გამართეს და ამით 26 მაისი აღნიშნეს და ერთმანეთს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ავხატი საქართველოს დროშა და ასევე იარქან რუსეთს მასზე აქვს საქართველოს დროშა გაკეთებული. დღეს არის ძალიან ბედნიერი დღე. ისაც მე ვამაყობ. მე დავხატე ეკლესია და მე მგონია რომ ეკლესია როგორც არის შვიდი და სიყვარულით სავსე, ისე იქნება ჩემი საქართველო. ასევე მტრედი და ბუშტები. მტრედი არის როგორც მშვიდობის სიმბოლო და მას მოაქვს მშვიდობა, სიყვარული, თავისუფლება. ასევე მე მინდა ყველა ქართველ ადამიანს მიულოცო დამოუკიდებლობის დღე. სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჭიათურაში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებები გაიმართა ჭიათურასა და საჩხერეში. 26 მაის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა ბესი ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების ბაზაზე არსებული და მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე შინმოუსვლელ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულ გმირთა მემორიალს დღის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრობდა. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თავისუფლების დღე, დღეს ასევე აღინიშნება მერაბ კოსტავას საიუბილეო დღე და მინდა რომ სრულიად საქართველოს უსურო ეცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც იქნება გამთლიანებული, გაერთიანებული და მართლაც დამოუკიდებელი და თავისუფალი, რაც ერთგვარად თითოეული ქართველის მიზანი და სწრაფვაა. ჩვენ დღეს ასევე გვირგვინებით შევამკეთ თავისუფლების ბრძოლაში დაღუპული ბიჭების მემორიალი. მათ უკდავსაყოფად კიდევ ერთხელ მინდა გულის ტკივილით გამოვთქვა, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სულით ხორცამდე იბრძოდნენ თავისი ქვეყნისათვის. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე 26 მაისი. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის და ყველას ულოცავ ამ დღეს, რადგან 1921 წლის 26 მაისს გამოცხადდა პირველად საქართველოს დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ მაშინ სულ 3 წელი იარსება საქართველოს როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. და დღეს მნიშვნელოვანია სწორედ იმ ხალხის დაღვრილი სისხლი, რომელმაც თუნდაც მაშინ, თუნდაც შემდგომში საქართველოს ერთიანობისათვის თავი გასწირეს და ჩვენ ესე
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქართველს მიულოცო ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ერთნაირად ასოცირდება როგორც დიდ გამარჯვებასთან, ასევე დიდ ტკივილთან. და მე თუ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეს უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. მეკეთს ვიხრი მათი ისულების წინაშე, ვინაც თავისი სიცოცხლე ანაცვალა ეროვნულ დამოუკიდებლობას. ჭეშმარიტად დიდი დღესასწაულია, რამე თუ წლების წინ და საუკუნეების წინ დაკარგული დამოუკიდებლობა საქართველოს დღევანდელ დღეს აღიდგინა და ეს ალბათ კი არა მთელი საქართველოს და ყველა ქართველის უდიდესი საზეიმო დღეა და მივესალმები ამ დღესასწაულს. ამავე დროს გული მტკივა იმ ახალგაზრდებზე, რომელმაც თავი შესწირეს დამოუკიდებლობას, ჩვენ გვერდით, ჩვენმა თანატოლებმა, ჩვენზე უმცროსებმა. საწყენია, მაგრამ უსისლოდ ისტორიაში არაფერი არ ხდება. საქართველოს სამშობლო ჩემო ასე ერქვა კონცერტს, რომლის ორგანიზატორი კულტურის ცენტრი იყო. სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა ჩანგმა ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მეოთხე საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა მაყურებელს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. საქართველოს სამშობლო ჩემო ამ სიმღერით დაასრულა კონცერტი ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოვულოცოთ ჭიათურას. დღეის დღე ჭიათურას ძალიან ლამაზად აღინიშნა. ყოველთვის აღინიშნებოდა, მაგრამ რაღაც დღეს განსაკუთრებული იყო. ბავშვებით ხელმძღვანელობა. მე ყველაზე მეტად ალბათ აღტოცებული იმაზე, რომ ჩემი ლექსი გამოიტანეს მეოთხე საშუალო სკოლის მოსწავლეებმა და ძალიან კარგად წაიკითხეს და აღტოცებული ვარ და დღევანდელი კონცერტი ძალიან მომეწონა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ამ დღევანდელ დღეს. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. კონცერტი გაიმართა ჭიათურის მეორე სამუსიკო სკოლაში. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში დასრულდა. მან ერთგულ მაყურებელს სპექტაკლი მუსუსი შესთავაზა. ღონისძიებები ჭიათურაში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.